გუმისტის ბრძოლების 32 წლის თავზე კონფლიქტის დროს დაღუპული პირები ტრადიციულად გმირთა მოედანზე გაიხსენეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ასევე გმირთა მემორიალთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და ომის ვეტერანებმა. 1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისტის გასწვრივ ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. თუმცა ქართველმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს. დღეს 32 წელი გავიდა გუმისტის შეტაკებიდან, სადაც ჩვენმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი სიცოცხლის და თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ამ უთანასწორო ბრძოლაში გადაარჩინეს ათასობით ჩვენი უდანაშაულო თანამოქალაქე. ჩვენი ვალია რომ გვახსოვდნენ ჩვენი არტილერისტები, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გადავცეთ მომავალთაობას მათდამი სიყვარული და პატივისცემა. 16-17 მარტი ეს არის დღეები, როდესაც ქართულმა სამხედრო ხელოვნებამ აჯობა რუსეთის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს ამ ადამიანებმა ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე გაიღეს რისთვის? საკუთარი სამშობლოსათვის. ჩემი ძმაც არის აქ აი ამ ბაშკაცებს შორის. თითოეული მათგანი არის გმირი. 1993 წლის 16 მარტი არის ერთ-ერთი ძლიერი ნათელი წერტილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ისტორიაში, რაც განპირობებული იყო ყოველი ჯართანახის სახეობების, მოხალისეების და შემართებული ადამიანების ურთიერთქმედებით ბრძოლაში, რამაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სეპარატისტებთან ერთად მოუსპო იმედი იმ დღეებში ქალაქ სოხუმის დაკავებისა. ჩვენმა არტილერისტებმა უთანასწორო ბრძოლაში ძალიან მაღალ შედეგებს მიაღწიეს და პრაქტიკულად იმ დროისთვის გადაარჩინეს ჩვენი აფხაზეთის მიმართულება. საქართველოს ყოველთვის იმარჯვებდა სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვის ხარჯზე. ქალაქ სოხუმზე 93 წელს ძალიან დიდი ძალები შემოგვიდგეს, ქალაქის აღება უნდა და 15 მარტს დაიწყო, გაგრძელდა 16-17, 16 მარტს მიაღწია პიკს ამ შემოტევამ და ქართული შეიარაღებული ძალები, ყველა ქვედანაყოფები გაერთიანდა და მოიგერიეს მტერი.